როგორც ნატოს წარმომადგენელი საქართველოში, როგორ აღწერდით ალიანსის ამჟამინდელ ჩართულობას საქართველოში? Thank you and thank you for this opportunity to speak. გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ნატოსა და საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს დღეს ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. საქართველოსთან თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას. წლების განმავლობაში მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას. რეფორმების გატარებას ნატოს სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად და ჩვენი თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მაქვს, 2010 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნითა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად დაფუძნდა. ოფისი ყოველდღიურად ჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ პარტნიორთა ფართო წრესთან. მას ასევე აქვს რეგიონული მანდატი, რაც საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. ამჟამად ნატოს წარმომადგენლობა საქართველოში 50-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, რაც ნატოსთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. ფიქრობ, ეს არის მკაფიო სიგნალი იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, არსებულ კონტექსტში მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გარკვეული კორექტირება შეიტანონ დიალოგის ფორმატებში. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას შესაბამის დონეზე და ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა კვლავაც ძალიან აქტიურია. And also our practical support and cooperation continue to be very active. თქვენ ახსენეთ კორექტირება დიალოგში, რაზეც მოგვიანებით გკითხავთ. იქამდე კი, რადგან საქართველოს უახლოეს პარტნიორად დაასახელეთ, გვითხარით, რა არის ამ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები? So over time, a broad range of cooperation has developed between NATO and Georgia. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყველა პროგრამისა და ინიციატივის მთავარი ფოკუსი საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდაა. ეს ყველაფერი კი ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დავიწყებდი უმთავრესი პოლიტიკური ინსტრუმენტით, წლიური ეროვნული პროგრამით. ის საქართველოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგად მიენიჭა და ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მოკავშირეებისგან უკავშირი და რჩევები რეფორმების პროგრამაზე. ეს არის ქართული მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც ქვეყანა თავად ირჩევს რეფორმების სფეროებს. ნატო კი მათ გზამკვლევობას უწევს. პრაქტიკული კუთხით გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას: ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი და სამხედროებს შორის თანამშრომლობის ხაზი. SNGP 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა. ის მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და მოიცავს ინიციატივებს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, ტაქტიკურ, ოპერაციულ და სტრატეგიულ დონეზე. ამ 11-12 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებიდან გამოვყოფდი წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, JTEX, რომელიც ნატოს საქართველოს ერთობლივი ინსტიტუციაა. ეს არის უნიკალური ობიექტი, რომელიც საწვრთნელ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართულ, ისე მოკავშირე და პარტნიორ ძალებს. მეორე წარმატებული პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რომელიც უსაფრთხოების სექტორის პერსონალის პროფესიულ განვითარებას ემსახურება. ასევე გვაქვს წარმატებები სამხედრო სამედიცინო მხარდაჭერის, ინგლისური ენის სწავლებისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროებში. რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობას, აქ ძალიან აქტიური სამუშაო გეგმა გვაქვს. საქართველოს ყოველწლიურად 200-მდე ღონისძიებას ახორციელებს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს საქართველოს ნატოს 24 მობილური საწვრთნელი ჯგუფი ეწვია. ასევე მუშაობთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარება უსაფრთხოების სექტორში, კეთილსინდისიერების ამაღლება, building integrity, სამეცნიერო თანამშრომლობა და სამხედრო განათლების მოდერნიზაცია. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს წვლილი კოლექტიურ უსაფრთხოებაში, რასაც მოკავშირეები უმაღლეს შეფასებას აძლევენ. ეს მოიცავს მონაწილეობას კოსოვოს მისიაში. საქართველოს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბიუტორი ავღანეთის მისიაში. ასევე მონაწილეობდა საზღვაო ოპერაციაში Active Endeavour, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების sapasუხოდ დაიწყო. 2016 წლიდან საქართველოს ჩართულია ოპერაციაში Sea Guardian, ხმელთაშუა ზღვაზე. ასევე საქართველოს უკვე 4-ჯერ უმასპინძლა ფლაგმანურ სწავლებას, ნატო საქართველოს სწავლება.
that I already mentioned since 2016, and it happens every 3 years. So last year we had the fourth iteration of that exercise. So I would like to ask you regarding the building the resilience among the Georgian society when Russian informational მინდა გკითხოთ ქართული საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაზე. იმ პირობებში, როდესაც რუსული საინფორმაციო ოპერაციები საკმაოდ მასშტაბურია და მიზნად ისახავს ნატოში ინტეგრაციისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შერყევას, როგორ უჭერთ მხარს საზოგადოების მედეგობას? So what are your how do you support the Georgian society resilience building? Yes, it's a very important question. Thank you for that. Indeed, information threats are ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა. საინფორმაციო საფრთხეები მართლაც შექმნილია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დობის შესარყევად. ამიტომ ჩვენი ოფისის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ საფრთხეებთან ბრძოლაა. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნატოს შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებით. ვსაუბრობთ ჩვენს ღირებულებებზე, მისიაზე და იმ სარგებელზე, რასაც ნატო საქართველოს თანამშრომლობა იძლევა. ჩვენი საჯარო დიპლომატიის ფარგლებში ფოკუსირებული ვართ ახალგაზრდებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდა ლიდერებზე. ვცდილობთ არ დაუშვათ საინფორმაციო ვაკუუმის წარმოქმნა და გავაქარწყლოთ მითები ალიანსის შესახებ. ამისთვის გვაქვს გასვლითი პროგრამები საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც ვატარებთ ლექციებსა და კონფერენციებს. თბილისის ოფისში ვაწყობთ ღია კარის დღეებს. ახალგაზრდებისთვის გვაქვს ნატოს საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებსაც ვიწვევთ რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. თანამშრომლობთ მედიასთან და ინფლუენსერებთან. მათ შორის ვაწყობთ სასწავლო ტურებს ნატოს შტაბ-ბინაში. ასევე აქტიურები ვართ სოციალურ ქსელში. ამ ყველაფრით ჩვენ წვლილი შეგვაქვს საქართველოს დემოკრატიულ მედეგობაში. Democratic resilience and to helping Georgia strengthen the awareness of its society about key issues that affect all of us. You have mentioned myths, which is very important part. თქვენ ახსენეთ მითები, რაც საინფორმაციო ომის ნაწილია. ზოგიერთი მათგანი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. როგორია ნატოს ოფიციალური პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. Russia has recognized as an independent state. Since Russia's invasion of Georgian territory in August 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დღიდან ნატო თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან, სადაც ისინი საქართველოს თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე მოუწოდებთ რუსეთს გააუქმოს ამ რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ეს არის მოკავშირეების ფუნდამენტური და ურყევი პოზიცია. ამავდროულად ჩვენ მივესალმებით საქართველოს მცდელობებს კონფლიქტის გადაჭრის გზები დიპლომატიისა და შერიგების საშუალებით ეძიოს. So we support Georgia's actions in that regard. Thank you. თქვენ ახსენეთ 2008 წელი. საქართველოს წევრობის დაპირება მისცეს, თუმცა თითქმის 2 წლეულის შემდეგ პროცესი შეფერხებულია. როგორ უხსნით ამას ქართულ პარტნიორებსა და მოქალაქეებს? რა უნდა შეიცვალოს წინსვლისთვის და რამდენად ღია კარი დღეს? Open doors still genuinely opened. As we have already discussed, a broad range of cooperation has developed. 2008 წლის შემდეგ ნატო საქართველოს თანამშრომლობა ძალიან გაფართოვდა და მთელი ეს მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოს წევრობის მოთხოვნებს. წევრობისკენ მიმავალი გზა კომპლექსური პოლიტიკური პროცესია. თუმცა ნატოს მხარდაჭერა არასდროს შერყეულა. ალიანსი მუდმივად ადასტურებს საქართველოს უფლებას გახდეს წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული და კეთილდღეობის მომტანი მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, რაც კონსტიტუციაშიცაა ასახული. რაც შეეხება ღია კარის პოლიტიკას, ის ჩაწერილია ნატოს ფუძემდებლური ვაშინგტონის ხელშეკრულების მიათე მუხლში. ამ პოლიტიკის ქმედითობა ახლახან ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებითაც დადასტურდა. ამავდროულად მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ წევრობის გზა მოითხოვს მთლიან სახელმწიფოებრივ მიდგომას. ნატოში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო კი არა, მთელი ქვეყანა წევრიანდება. სწორედ ამიტომ მოკავშირეები ხაზს უსვამენ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას.
დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ისეთივე კრიტიკულია, როგორც სამხედრო რეფორმები. საბოლოო ჯამში მოწვევა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც კონსენსუსით მიიღება. ამისთვის კი აუცილებელია, რომ საქართველო მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს რეფორმების განხორციელების იმ მაღალ ტემპს, რომელიც ქვეყანას ადრე ჰქონდა. And NATO has been consistently supporting that process and encourages Georgia to revert to the high tempo of reform implementation that the country used to have. Thank you so much. You mentioned that თქვენ ასევე ახსენეთ საზოგადოებრივი აზრი. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედა უკრაინის ომმა ქართველი საზოგადოების განწყობაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? And what it requires. ბოლო კვლევებით მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კვლავ ძალიან მაღალია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ახალი ტალღების გამოჩენას, რაც საინფორმაციო გარემოზე გავლენას ახდენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჩართულობისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების საჭიროებას. ეს ყველაფერი კვლავ რეფორმების გზის მნიშვნელობასთან გვაბრუნებს. რეფორმების, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების მაღალი ტემპი საქართველოს გახდის უფრო ძლიერს და განამტკიცებს მის მისწრაფებებს. Previously you mentioned adjustments in relation to the Georgian government. და დავუბრუნდეთ კორექტირებას, რომელიც თქვენ ახსენეთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში. როგორ აგრძელებს ნატო კონსტრუქციულ ჩართულობას იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. Regarding its democratic trajectory, which has been highlighted by the several institutions and organizations lately. Indeed. I think once again it's important to remind ourselves that კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს. საიდუმლო არ არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ნატოს მოკავშირეებს შორის იზრდება შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიის გამო. ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას და სერიოზულ გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ნატოს პარტნიორობა ეფუძნება როგორც ღირებულებებს, ისე პრაქტიკულ თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს. ერთგული დარჩეს საერთო დემოკრატიული ფასეულობების. პარალელურად კი ვაგრძელებთ პრაქტიკულ მუშაობას რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ნებისმიერი წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს მდგრად ერთგულებაზე დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ. democratic governance and to the rule of law.